ქუთაისში მცხოვრები ქალი ამბობს, რომ პატრულის თანამშრომლისა და მისი მეგობრის თაღლითობის მსხვერპლი გახდა. დაზარალებული ინფო იმერეთთან ხვდება, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო მამაკაცი, რომელიც მას ბიზნესმენად გაეცნო, შეხვედრებს კი სისტემატურად ესწრებოდა მისი მეგობარი პატრულის თანამშრომელი. პოლიციამ საქმეზე დავით სიამიშვილი და პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ბექა ფუტკარაია უკვე დააკავა. პროკურატურის ცნობით გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით თითქოს და ბიზნეს ინვესტიციის მიზნებისათვის დაზარალებულს მოტყუებით გამოართვა 47,443 ლარი. მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა არაერთხელ მოუწოდა ერთ-ერთ ბრალდებულს კუთვნილი თანხების დაბრუნების თაობაზე, იგი დაზარალებულს ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა. დანაშაულის სასჯელის სახე და ზომად 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, კიდევ 6 პირს კი ბრალი წარედგინა. მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდია. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მითითებებს საზღვარგარეთ მყოფი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის მამუკა ჩხაბერიძისგან იღებდნენ და მისი დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. ისინი სისტემატურად უკავშირდებოდნენ ერთმანეთს და ორგანიზებას უწევდნენ ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევას, სადაც გადაწყვეტილებებს ეგრეთ წოდებული ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ. ამასთან გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულები მხარეებს შორის ფინანსურ დავებს განიხილავდნენ, რა დროსაც ერთ-ერთ მხარეს მეორის, ასევე თავიანთ სასარგებლოდ თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშ სწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. ვინც არ მისწოთ, მე მურადი ვარ ხოშტარია. მე ბატატო, ეგენი ჩვენს ბაგაცები ვარ, მარგია, ჩემი ბაგაცია, მასაკუთები მახასიათებენ, მე და გატუზო, ბატენიკები ვარ, მე და ოტარი პოლანდარია, ბაგაცები ვარ, მისმინეთ ყველა. ხუთია, მაგანა, ხარი, მაგის ნახევარი კაი ბიჭობა დაწყვეტილია. განაბი მოკდა, გალაკი, მაგის და ვიცე მატორებად. კოჩა ერთი გეილახა, აგერ უცონ კაი ბიჭი, სიმო. მამუკას უნდა დაუკავშირდეს, მურა. მაგერ სიმო, სანამ ხუთი არ დაარქმოს, მაგენ საქცეს ათერთები, სიმო, ნადეიგე? რა ხდება, კომშილობა? რატო იქით უნდა დაკავშირება, ვიცა გოვლახია. გამოგდა, მიდი უცებ შენ აზრი მომიყევი. რაღაცა იქით დამისვა. რასთან დაკავშირებდა? აი ის დაყენება თუ ის. დედა, კაკა, გაიას. ნოდარიასაც დედა. იწევო, მაგი ახთა. რა ის კაი ბიჭია, მე მაგის დედა. მაგედა იცოდე შენი ადგილიო, უცხარი და თავი დახარა. შენ ვიდეო მე უთხარი სურიასთან რო ვიყავით, მოგითხენ და გადი გვეძე. შენ კაი ბიჭი ვარ ახარ ხო იცით. ვარ მომიგნია, გავლახეთ, გასისხული სახე არ ვარ და ცირციხლი უტყვინი. ვაჟა მამუკავარ მეჩხაბელი. რა მისიჯები დაგიწყებ. სად ვისთან? იმ გოგოსა გატყვილეს. ჩემს ბაგაცებმა ყველა მიცის რომ შენო უნდა დაგვიდო და ალაერებს შორტას. თუ ნახო მაგის შენი და რომ მოთხოვე მაშინ გეგე. მაგაგია რა, სული უფლება გაქვს, შენც მომთხოვ და მით უმეტე ჩვენ უფრო სპასუე საუბრებ. მურად პაატავარ, ხუშტავარ, ყოველსაბიშვილი ვარ, ყველა მახასიათებს, ხო? კაროჩე, ბადა მაგ შენთან არის ფოტიკო. ჩვენიც მაგაცია დიდელი ლევანი და ხოვა შენ და შემოთვალა ჩვენმა უფროს მაზმამ რომ მაგი არ არის ნორმალური ხალხთან გასაჩერებელი კაცი არია. ოღონდ გოვლახია, დემურა ბიჭო. ძმას ველაპარიკე და დამირეკო ნაპავინ დამიდეკავს მაგენის და აკაჩა შესულია კიდო ეს იქიდან დაბრუა მაგას მო ფული წავართათო, კაროჩე რა, პატრონს. განავი ახლა და შიო დამთავრდა. ავტომატურად ასე იბადება, აზრი, თუდი გალაკოდინევალა. აქიდან მოგიდეკით, მეტი როგორ უნდა? და ახაც მაკაცურად გელა, მაგრამ ამ ხელა ფული ავაღებია. 50 დოლარზე რა პრობლემა შეიქმნა, რომ 800 დოლარი რომ მიწევ. იმედა, ჩემდა ბიჭო 1500 ხომერიდან ნიკეთ ციხეზე გავაგზავნე 2100 დოლარი ავაღებია. და პროსტა ჩემინდენ $100 თუ გახდებოდა. სალაპარაკო არ მეგონა. 4 საათიდან 2 საათმა მიბრუნებ, ჩვენ უთხარით და ასაკეთებ. ჩვენ რაღაცა ტოვებთ, და 2 საათს გამოვარდიო, ნიკაიამოს, ხამა რა უნდა კნაოს, ვა პატიმრებისაო, მაგიოს, ვაო. ოიცე ხა მაგი რა მაშევ ვინცაა რატო ხარ, რა თუნდა, კაროჩი, მაგას ლაბარაკი და მაგას ჯოდედის
მაგან მაგი გაუკეთოს ვისაც ეკუთვნით. თუ არ გინდა ოჯახში ლაპარაკი, შენ სიმონ და ოჯახის წევრული, მე დაგაკმაყოფილებ, მახანე ყველაფერზე და რაში აგერ გადავრეკოთ აგერ თურქეთში სიმონ. შენ ბიჭო რა არ გაგიკეთე მე და ასე როგორ დამიკიდე ბიჭო. ამას გაპატიებ მე და $3,000 მოვფურდე მაიტუ. შენი ნათქვამი თუ არ გეითვალისწინა, შენ სასო თუ არ გევიტანო ვიომებო მეო. დარეკენ ბიჭემა, გეიგე და იგენი არიანო, უფროსი ძმებიო, საქმის ყურშიო. ეთყობა დაგირეკავენ შენ. მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად გასული 24 საათის განმავლობაში ეგრეთ წოდებული ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს. კიდევ 6 პირს ბრალი წარედგინება, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად. მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდია. სამართალდამცველების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ინტენსიურად ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად დგინდება, რომ ბრალდებულები მითითებებს საზღვარგარეთ მყოფი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის მამუკა ჩხაბერიძისგან იღებდნენ და მისი დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. ისინი სისტემატიურად უკავშირდებოდნენ ერთმანეთს და ორგანიზებას უწევდნენ ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევას, სადაც გადაწყვეტილებებს ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ. ასევე დგინდება, რომ ბრალდებულები მხარეებს შორის ფინანსური დავების განიხილავდნენ, რა დროსაც ერთ-ერთ მხარეს მეორეს ასევე თავიანთ სასარგებლოდ თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის შრიკის შედეგად მიუთკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდს უკავშირდებოდნენ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ასევე ამოღებული იქნა სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა, 223 ტერცია, 223 კვარტა და 226 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების საქმეთას ითვალისწინებს. დავით კიკნაძემ ასევე განმარტა, რომ 1 იანვრიდან დღემდე სამართალდამცველების მიერ დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია სულ ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 343 პირი, მათ შორის 8 ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდია. ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე მოსახლეობას აფრთხილებს, რომ საქართველოში ძალიან ინტენსიურად იყიდება სინთეზური კანაბინოიდი, რომელიც იწვევს ჰალუცინაციებსა და ფსიქოს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სიკვდილსაც. როგორც ექიმი სოციალურ ქსელში წერს, ასევე მას ურევენ სხვადასხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებაში, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას, ნარკოლოგი საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ბოლო 1 თვის მანძილზე ჩვენ ხედავთ, რომ აი მოწია რაღაცა, ანუ ვითომუმნებელი და ან ციკლით დამთავრდა, ან დაუშვათ ფსიქოზით, რომლითაც მერე საკმაოდ მძიმე ფსიქიკური აშლილობა გამოიწვია, ან კომატოზურ მდგომარეობაში მოხვდა ემერჯენსში. რამოდენიმე კვირის წინ, ანუ ეხა რა დასამალია და მეც ვნახულობ ამ ტელეგრამ არხებს და იმიტომ რომ სხვა ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს სამწუხაროდ და ამიტომ ჩვენ თვითონ უნდა მოვიძიოთ ეს ინფორმაცია და ამიტომ ნახე რაღაცა გაურკვეველი, ასე ვთქვათ, ახალი ნივთიერება, რომელიც იყიდებოდა. მე ესე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ ბაბლში გავიკითხე რა არის და მითხრეს, რომ სავარაუდოდ რომ ეს არის და მე უკვე დავინტერესდი და ბევრი, ასე ვთქვათ, შემთხვევა უკვე აღმოჩნდა, რომ ეს ტიპის ნარკოტიკი ეს ძალიან მძიმეა, ევროპაში უკვე არის ეს რეგისტრირებული როგორც ერთ-ერთი უმძიმესი სინთეტური კანაბინოიდი, რომელიც იწვევს ძალიან მძიმე შედეგებს და რა თქმა უნდა მისი გამოჩენა და როგორც ჩანს აქ ამზადებენ, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ცალკე მოიხმარენ, ასევე მას ურევენ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ფსიქოაქტიურ ნივთიერებებში.
ახალი მოძრაობა ეროვნული თაობა დააფუძნა MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა, როგორც მან გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ორგანიზაციის მიზანი სიწმინდეების წინაპრების რელიგიისა და ისტორიის შეურაცხყოფაზე მყისიერი რეაგირება იქნება და რომ ისინი მათი მხრიდან ყველანაირ ქმედებაზე პასუხისმგებლობას იღებენ და მზად არიან თუნდაც ციხეში წასვლისათვის. იურისტები ორგანიზაციის შექმნაში ძალადობრივ ნიშნებს ხედავენ და ამბობენ, რომ მსგავსი დაჯგუფებების შექმნა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია. ახალი მოძრაობის დაფუძნებას აფასებენ ქუთაისში. ესეც არ ახალია, ოცნების რეჟიმის პირობებში ჩვენ მსგავსი იგივე ალტინფუები, კომბლით მორბენალი ვასაძეები, მსგავსი სხვას არაფერს არ აკეთებდნენ და ესეც დღესაც ახალი არაფერი არ მოხდა, მაგრამ მთავარი არის, რომ საზოგადოებაში მათმა ვერ განერგეს შიში და სწორედ აი ამაზე მუშაობენ, რომ რამენაირად ეს ქსოვილი მოარღვიონ და საზოგადოებაში გაამეფრონ შიში. ქართულ ხალხში ამას ვერ გაამეფებენ. ნახე ძალიან სასაცილო პრესკონფერენცია დღეს, რაღაცა კადიროველების პრესკონფერენცია, რომელმაც დაგვიანონსეს, რომ ძალადობრივ ჯგუფს ქმნიან, რომ ყველას გაუსწორდნენ, ვინც არ მოეწონებათ, ვინც თვითონ მიიჩნევენ, რომ რაღაცა სიწმინდეების შელახეს თუ ასე შემდეგ და ნუ ეს არ არის ნორმალური ქვეყანა. ნორმალურ ქვეყანაში ძალადობრივი დაჯგუფებების ჩამოყალიბება პირდაპირ აკრძალულია და პირდაპირ კანონდარღვევა, თუმცა დღეს ხელისუფლება ცხადია გამოცხადებული ხელისუფლება ამაზე თვალს ხუჭავს, მაგრამ მაგ კადიროველების და სხვა ხალხის და თუნდაც ამ ხელისუფლების არავის არ ეშინია. ჩვენ ვაგრძელებთ პროტესტს და ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად. მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის ქართულ სამართლებრივ ჩარჩოსთან დაკავშირებული და მე ვფიქრობ, რომ ამას სამართლებრივი რაიმე სტატუსი შეუძლებელია მიენიჭოს, იმიტომ რომ არ შეიძლება ადამიანების გაერთიანება იწყებდეს საკუთარ გაერთიანებას და გამაერთიანებელ ნიშნად იღებდეს რაღაცა ძალადობისკენ მოწოდებას და იმ დაშვებას, რომ აქ მოდის ადამიანები, ან აქ ვიკრიბებით ადამიანები, რომლებიც არ უშინდებიან რაღაცა კანონდარღვევას. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ცუდის მანიშნებელი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის მცდელობა, რომ ჩვენ მივიღოთ ჩვეულებრივ რეჟიმში ძალადობა, შეშინდეს კონკრეტული ადამიანები და ჩათვალონ, რომ რაღაცა შეზღუდვები არსებობს გარკვეული წესები, რომლებიც კონკრეტულმა ადამიანებმა მოიფიქრეს და ეხა აი ამ წესებით უნდა იცხოვროს ყველამ განურჩევლად მათი შეხედულებებისა, ღირებულებებისა და ასე შემდეგ. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ ეგრეთ წოდებული ეს მორალის პოლიცია შეუძლებელია იყოს ქართულ კანონმდებლობასთან, საქართველოს კონსტიტუციასთან და ზოგადად ქართულ იდენტობასთან დაკავშირებული, იმიტომ რომ შეუძლებელია ქართველებისთვის არატოლერანტული ღირებულებების დაცვა ვაქციოთ ქართულ საქმეს. ქუთაისში, თბილისში დაკავებულ 10 პირს სოლიდარობა გამოუცხადეს და მათი პატიმრობა გააპროტესტეს. 26 ივლისს საქართველოსთან პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 10 პირი დააკავა, რომელთაც უწყების შეფასებით შეურაცხმყოფელი ბანერები ეჭირათ ხელში. სოლიდარობას უცხადებთ იმ ადამიანებს, რომლებიც სრულად არაკონსტიტუციურად, უკანონოდ იქნენ დაკავებული რუსული რეჟიმის მიერ. და ეს ყველაფერი მოასწავებს იმას, რომ რეჟიმი არის აგონიაში. ახლა ეს რო გაცვეთილ ფრაზად არ იქცეს და მსმენელსაც არ მოეჩვენოს, რომ ეს ფრაზა მრავალჯერ არის განმეორებული, ჩვენ თუ გადავხედავთ აი ესეთი რეჟიმების ლოგიკას, ყველა რეჟიმს, როდესაც იპყრობს ძალაუფლების დაკარგვის შიში, იწყებენ მსგავს ქმედებებს და ამის გამოვლინება არა მარტო ეს უკანონო დაჭერები და ენით აუღწერელი ძალადობა, ჩვენ რა ძალადობა არ გვინახავს, ახლა რაც დამოუკიდებლები ვართ, ყველა ხელისუფლება ატარებდა თავის ძალადობრივ ნიშას, მაგრამ ეს არის უკვე ამომწვერვალება, აისბერგის ბოლო მწვერვალი. უწყვეტი პროტესტის ადგილას ვიმყოფებით და მე მიხარია, რომ ეს ადამიანები დიდი ტერორის და დაშინების მიუხედავად მაინც ინარჩუნებენ იმ მოტივაციას, რომ აჩვენონ სხვებსაც და შეინარჩუნონ ცვლილებების და საუკეთესო გამოსავლისთვის იბრძოლონ ჩვენი ქვეყნისთვის. ეს შეიძლება
ქუთაისის მოსახლეობისთვის არც ისეთი მრავალრიცხოვანი აქციაა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანების ეს ჯგუფი დღემდე ახერხებს და ბედავს, რომ ხმამაღლა გააჟღეროს და მოვიდეს წინააღმდეგობაში იმ მავნებლურ პოლიტიკასთან, რაც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს. ეს არის მცდელობა იმისა, რომ დაკანონდეს და ჩვეულებრივ რეჟიმად იქცეს ცენზურა და დაგვაჯერონ, რომ ამ ქვეყანაში პროტესტს აზრი არ აქვს და პროტესტი არის შეზღუდული. მე მჯერა, რომ აქ შეკრებილმა ადამიანებმა სწორედ აი ამიტომ განსაკუთრებით გამოხატეს კიდევ ერთხელ სოლიდარობა დაკავებულების მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც აი ამ პროტესტის თავისუფლების დაცვას ცდილობდნენ, შესაბამისად დღევანდელი აქციის მთავარი მესიჯიც სწორედ ის იყო, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ იმ ადამიანებს, რომლებიც პროტესტის უფლებას იყენებდნენ და აზრის თავისუფლად გამოხატვას ცდილობდნენ. შემოუერთით უკვე ქუთაისის უწყვეტ აქციას და რა თქმა უნდა ვაპროტესტებთ იმ ავტორიტარიზმს და იმ რეპრესიებს, რომელიც ამ ქვეყანაში არის და რომელსაც ყოველდღიურად ვუყურებთ, თუ რატომ როგორ ძალადობენ და რატომ ძალადობენ მშვიდობიან პროტესტანტებზე. ფაქტობრივად ამ რეჟიმში ვართ 2 წლის განმავლობაში. ვიბრძვით, გვაქვს დანაკარგები, ჩვენი თანამებრძოლები ძალიან ბევრი არიან გისოსეთმა, ეხლაც დააკავეს გამოხატვის და პროტესტის გამო. ამიტომ რა თქმა უნდა სოლიდარობა ყველა სინდისის პატიმრებს, ჩვენ თანამებრძოლებს და უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, უნდა გავაგრძელოთ ეს წინააღმდეგობა. უნდა ვიფიქროთ უფრო მეტ მოქნილობაზეც, უფრო მეტ სხვადასხვა ტიპის ფორმების განვითარებაზეც, იმიტომ რომ პროტესტი არ არის ხშირად მარტო ქუჩაში დგომა, პროტესტი არ არის მარტო თუნდაც მარშები, პროტესტის ორგანიზება მნიშვნელოვანია სოციალურ ქსელში, სხვადასხვა პლატფორმებზე და ასე შემდეგ. ანუ ძალიან ბევრი შესაძლებლობა და ამ მიმართულებით უნდა მივიმუშაოთ ყველამ და რაღაცა მეტი კოორდინაცია უნდა ქონდეს სხვადასხვა ჯგუფებს ერთმანეთთან. ერთი ხალხი, ერთი საქართველოს სამოქალაქო კამპანიამ გუშინ ქუთაისში შეხვედრა გამართა. რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრის ფარგლებში ისინი იმერეთის რამდენიმე სოფელში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივების პრობლემებსა და საჭიროებებს გაეცნენ. მათი ინფორმაციით საზოგადოების მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება ეკონომიკური მდგომარეობა, გაუარესებული დემოგრაფია და გაზრდილი მიგრაცია. იმერეთის დაახლოებით 8-10 სოფელი მოვიარეთ და აქტიურ კომუნიკაციაში ვართ მოსახლეობასთან. ყველა რეგიონში, სადაც აქამდეც ვიყავით, სამეგრელოში, გურიაში და ახლა უკვე იმერეთში გამოიკვეთა ძალიან ღრმა სოციალური პრობლემები, გამოიკვეთა დიდი დემოგრაფიული პრობლემები, ემიგრაცია, დაშლილი ოჯახები, დისფუნქციური ოჯახები ემიგრაციის ფონზე, დაცლილი სოფლები, რომელთა მოსახლეობის უმეტეს ნაწილი რა სოციალურ შემწეობაზეა, უბრალოდ იმიტომ, რომ მათ არ ეძლებათ არანაირი შესაძლებლობა თავად მართონ საკუთარი ცხოვრება, იშოვონ თუნდაც სამსახური, იმიტომ რომ უბრალოდ ფიზიკურად არ არსებობს სამუშაო ადგილები. ამივე რეგიონში, რაც ახლა ივლისის თვეში მოვიარეთ, ყველგან დიდი უპატრონობა შეიმჩნევა და ამ ხალხს შესაბამისად ძალიან ლოგიკურად იმედი აქვს დაკარგული და ნიჰილიზმშია. ჩვენი ასეთი ჩასული და საუბრით ვცდილობთ, რომ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საზოგადოებას შორის ნდობა აღვადგინოთ და ადამიანებს იმედი დაუტოვოთ, რომ ჯერ კიდევ თბილისში თუნდაც ქუთაისში არიან ადამიანები, ვისაც მათი გასაჭირის ტკივა და ვისაც აინტერესებს როგორ ცხოვრობენ და ეკითხება მათ, რა შეხედავენ გამოსავალს და როგორ უყურებენ ცვლილებებს. იმ შემთხვევაში თუ კი კეთილსინდისიერი ხელისუფლება ეყოლება ამ ქვეყანას, ძალიან მალე შეგვიძლია გარდამტეხი ცვლილებები მოვიტანოთ ამ ქვეყანაში. იმ პირობებში, როდესაც იქნება პოლიტიკური ნება და ხალხს დაუბრუნდება იმედი და мотиваცია, რომ ცვლილებები იგრძნოს ამ ქვეყანაში, ძალიან მალე შეიძლება დადგეს კეთილდღეობა ამ ქვეყანაში და მივიღოთ ისეთი ტიპის მაღალი სტანდარტის, ევროპული სტანდარტის სოციალური სერვისები და განათლება, როგორცაც შევნატრით და არის ევროპაში. ქუთაისში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ადგილობრივ სამოქალაქო ჯგუფებთან და აქტიურ მოქალაქეებთან. მონაწილეებმა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
დღევანდელი დისკუსია სწორედ მიეძღვნა რიგითი მოქალაქეების, სამოქალაქო აქტივისტების, დაინტერესებული პირების ინფორმირებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროცესები იყო მთელი ამ წლების განმავლობაში ქართული ოცნების მიერ განხორციელებული არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და ის კონკრეტული ნაბიჯები, რაც უნდა გადავდგათ მომავალში, რომ ჩვენ ვიყოთ მსგავსი ტიპის ქმედებებისთვის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის მოქალაქეთა ინფორმირებულობა, ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი ერთად დგომა და მე ძალიან დიდი მეც გამოვთქვამ, რომ სწორედ ერთად დგომით ჩვენ შევძლებთ მივაღწიოთ ცვლილებებს ჩვენის მომავლისთვის და ჩვენ შევძლებთ ვიყოთ ხვალ ევროპული საქართველოს მოქალაქეები. მქონდა მსჯელობა 2024 წლის არჩევნებით როგორ გაყალბდა მთელი ის სქემები განვიხილეთ დეტალურად და ასევე ვიმსჯელეთ სამომავლო არჩევნების პერსპექტივასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი მსჯელობა მიდის მომავალ არჩევნებში უნდა შევიდნენ პოლიტიკური პარტიები, რა პირობებით უნდა შევიდნენ, რა ტიპის შეთანხმება უნდა იყოს და მნიშვნელოვანი ამ საკითხზე დაიწყოს დისკუსია, რომ რაღაცა წერტილზე რომ მივიღოთ, იყოს საერთო შეთანხმება და ამ კუთხით აზრები არ გაიყოს. სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი, ერთი საქართველო“ მიიჩნევს, რომ ქვეყნის გაძლიერების საფუძველი ერთმანეთის მოსმენაზე, სამოქალაქო ჩართულობასა და საერთო ეროვნული ინტერესების გარშემო გაერთიანებაზე გადის. ჩვენი ამოცანა არის, რომ ადამიანებში შევამციროთ ეს ხელოვნურად კულტივირებული ზიზღი საპროტესტო საზოგადოების მიმართ. გავაცნოთ მათ ჩვენი იდეები, ჩვენი ხედვები, ვინ ვართ, რას წარმოვადგენთ, რომ საპროტესტო საზოგადოებაში არის ბევრი არაჩვეულებრივი ადამიანი, ამ ქვეყნისთვის მებრძოლი სიყვარულით სავსე ადამიანი. ასევე გვინდა ადამიანებში შევამციროთ შიში, რომელსაც ეს რეჟიმი აკულტივირებს უკვე ამდენი წელია და ვანახოთ მათ პირდაპირ კომუნიკაციაში შევიდეთ და ვანახოთ, რომ რეალურად ქვეყნის იძლიერე და ერთად ყოფნა და ერთად დგომა არის იმის მშვიდობის გარანტია. თავისუფლება არის მშვიდობის გარანტია. თავისუფლებისთვის ბრძოლის გარეშე არანაირი მშვიდობა არ არსებობს. ეს არის უბრალოდ მონობა. და ჩვენ ვერ დაუშვებთ ახლა რომ ჩვენი შვილები მონობაში გაიზარდონ. ასევე ჩვენ გვინდა რომ ჩვენი პასიური ხარდამჭერები, რომელიც არის ოპოზიციური ამომრჩეველი, მათ დაუბრუნოთ პროტესტისადმი ინტერესი. საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და ადევნების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. სამეგრელო ზემოსვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა აპლიკაცია WhatsApp-ის გამოყენებით მოიპოვა და უკანონოდ შეინახა 3 დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტომასალა, ხოლო ერთ-ერთი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტომასალა მესენჯერის საშუალებით გადაუგზავნა სხვა პირს. ასევე ბრალდებული სისტემატურად უკანონოდ უთვალთვალებდა დაზარალებულს, გადაადგილდებოდა მის საცხოვრებელ სახლთან და მასთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა, რის შედეგად დაზარალებულმა ფიზიკური ტანჯვა განიცადა და იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი. დანაშაულის 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ახლა დაარსებული სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო. რადიო თავისუფლების ცნობით კომენტარი დიპლომატიურმა უწყებამ მათი კითხვის საპასუხოდ გააკეთა. საელჩო ხაზს უსვამს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და ამერიკის შეერთებული შტატების სიტყვის თავისუფლებას მიიჩნევენ ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტურ საფუძვლად და მტკიცედ ეწინააღმდეგებიან ცენზურას. რადიო თავისუფლება წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შეკითხვით 22 ივლისს მას შემდეგ მიმართეს, რაც სამართალდამცველებმა ჟურნალისტი ვახოსანაია სოციალურ ქსელში ქართული ოცნების პოლიტიკოსების, პარლამენტის სპიკერ შარლვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ლადო ბოჟაძისადმი Facebook პოსტის გამო 15 დღით დააპატიმრეს. ტრამპის ადმინისტრაციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების სიტყვის თავისუფლებას მიიჩნევს ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტურ საფუძვლად და ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ცენზურას და იმ შემზღუდავ კანონებს, რომლებიც გამოიყენება არასასურველი შეხედულებების მქონე ადამიანების ხმის ჩასახშობად. ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ რადიო თავისუფლებისათვის გაგზავნილ პასუხში. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ასევე წერს, როგორც ეს ქართულ პარტნიორებსაც გავუზიარეთ, სტაბილურობა მოითხოვს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან მოქალაქეების სახელით თანამშრომლობს. იმ მოქალაქეებისა, რომლებმაც მათ ხმა მისცეს. პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც შეხედულებების ფართო წარმომადგენლობით არის უზრუნველყოფილი
წარმოადგენს იმ ფაქტორების ნაწილს, რაც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისათვის სანდო პარტნიორად აქცევს. ციტირებს საელჩოს რადიო თავისუფლება. ჩვენ შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის გამოყენების გამო. სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი. განაცხადეს საელჩოში რადიო თავისუფლების კითხვის საპასუხოდ. ცნობისათვის დონალდ ტრამპის მეორე ადმინისტრაციის პირობებში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხრიდან ეს არის პირველი საჯარო შეფასება, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების მიმდინარე პრაქტიკა არის გაკრიტიკებული. საელჩოს პოზიციას აფასებენ პოლიტიკოსები საქართველოში. ივანიშვილმა უნდა შეწყვიტოს რეპრესიული კანონმდებლობის გამოყენება, გააუქმოს ეს კანონმდებლობა, გახსნას დემოკრატიული პროცესი, პოლიტიკური პროცესი, მათ შორის ოპოზიციისთვის და ამაზეა დამოკიდებული რა პოზიცია, რა ქმედებები იქნება მომავალში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ივანიშვილს მოუწევს ამ რეპრესიული კანონმდებლობის, რეპრესიული ქმედებების, ანტიქართული საქმიანობის გამო შესაბამისი პასუხისმგებლობის აღება. მე რამდენე გზის ტრამპის ადმინისტრაცია აფრთხილებს ივანიშვილს და ანტიქართულ ოცნებას, რომ პასუხისმგებლობის გარეშე ამ დანაშაულებებს ესე მშრალად ვერ გაივლის ბიძინა ივანიშვილი და მისი ანტიქართული გუნდი. ამ სულთა ფურცელზე პირველად ჩაიწერა რომ ცენზურა პოლიტიკური აქტივისტების, ლიდერების, მედიის, საზოგადოების წარმომადგენლების ბევრნა აზრის გამოხატვის თავისუფლების გამო ქართულ ოცნებას არ მიიყვანს იმ პარტნიორობამდე, რა პარტნიორობასაც ესწრაფის. თუ თავისუფალი აზრი იდევნება, თუ ამერიკის მტრებთან თანამშრომლობას აგრძელებს საქართველოს, თუ პოლიტიკური ლიდერები ციხეში იქნებიან გაშვებული, მაშინ წარმოუდგენელი ამერიკამ ურთიერთობები გააგრძელოს ქართულ ოცნებასთან, ან გადატვირთოს საერთოდ, იმიტომ რომ ქართული ოცნება სანდოობას ვერ ადასტურებს. ქართულმა ოცნებამ ძალიან კარგად იცის, რომ ის ვერასოდეს ვერ დალაგდება ვერც ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ვერც ევროკავშირთან ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რომ არც ამერიკის შეერთებული შტატები და არც ევროკავშირი არ ლაგდებიან იმ რეჟიმებთან, რომლებიც გამოხატვის თავისუფლების გამო აკავებენ ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და საქართველოს რიგით მოქალაქეებს. არ ლაგდებიან იმ რეჟიმებთან, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, რომლებიც წამლავენ, ასისხლიანებენ და ძალადობენ საქართველოს მოქალაქეებზე. ამ განცხადებას მე დამწყნებული ვარ მოყვება აუცილებლად მათ შორის კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ჩვენი ნოუ-ჰაუ არ არის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა. ევროპის ყველა ქვეყანა ებრძვის უკვე ამას და გაცილებით უფრო რთული ფორმები და გაცილებით უფრო რადიკალური ფორმებით ვიდრე ჩვენთან არის. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ უნდა შეისწავლოს კარგად სასამართლოს გადაწყვეტილება და ის აღმოაჩენს, რომ იქ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასთან კი არ ქონდა საქმე, არამედ ქონდა სიძულვილის ენის გამოყენებასთან საქმე. ასე რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ამაში ვერ გაერკვა, არასაკმარისი ინფორმაცია ქონდა ამ მიმართულებით და ამის გამო გააკეთა ეს განცხადება, დარწმუნებული ვარ საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩვენი გამომართავს ამ სასამართლო გადაწყვეტილების არსს და ჩვენი კანონმდებლობის არსს.